თუ შენს დაბადების დღეს ჩვეულებრივ დღედ აღიქვამ, შესაძლოა ამის მიზეზი არსებობს. ადამიანების უმეტესობა ამას ვერ გაიგებს. იფიქრებენ, რომ ცივი ხარ, შორს მდგომი ან საერთოდაც უმადლური. რადგან მათთვის დაბადების დღე რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს, რაღაც რასაც ელოდები, რაღაც რასაც აღნიშნავ. და როცა ამბობ უბრალოდ ჩვეულებრივი დღეა, ეს მათ აბნევს, მაგრამ სიმართლე ასეთია. ხშირ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ შენში რაღაც არასწორია. ეს ნიშნავს, რომ შენში რაღაც განსხვავებულია. ზოგი ადამიანი დაბადების დღეს არ აღნიშნავს, რადგან ეს არ სჭირდება. არ სჭირდება ერთი კონკრეტული დღე, რომ იგრძნოს თავი დანახულად, დაფასებულად, მნიშვნელოვნად, რადგან მისი თვითღირებულება გარეგან რეაქციებზე არ არის აშენებული. არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი მიულოცავს, ვინ გაახსენდება, ან რამდენ ყურადღებას მიიღებს. ეს შეგრძნება მათ უკვე აქვთ, შიგნით, ჩუმად, დროთა განმავლობაში. ისინი ელოდებიან ვალიდაციას, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა მოვიდეს. ისინი უბრალოდ არსებობენ ისე, რომ ეს საერთოდ აღარ სჭირდებათ. და ბევრისთვის ეს გაუგებარია, რადგან საზოგადოება გვასწავლის, რომ განსაკუთრებული დღეები გვაგრძნობინებს განსაკუთრებულობას, მაგრამ ზოგისთვის საკმარისობის შეგრძნება კალენდარზე არ არის მიბმული. მაგრამ აქ უფრო ღრმა ფენაა. ტვინი მუდმივად სწავლობს, არა მხოლოდ იმით, რაც ხდება, არამედ იმითაც, რაც არ ხდება. ბავშვობაში დაბადების დღე სხვანაირია. არის მოლოდინი, აღტაცება, მოლოდინისგან გამოწვეული სიხარული. გონია, რომ ხალხი მოვა, რომ იზრუნებენ, რომ გაგრძნობინებენ მნიშვნელობას. მაგრამ თუ ეს მოლოდინი რამდენჯერმე გირღვევა, რაღაც იცვლება. არა უცებ, არა დრამატულად. ჩუმად. ტვინი იწყებს ადაპტაციას. და ზოგჯერ ეს საერთოდაც დღევანდელთან არ არის დაკავშირებული. ეს მეხსიერება. ტვინი განსაკუთრებით ძლიერად იმახსოვრებს ემოციურ გამოცდილებებს, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ტკივილს უკავშირდება. შესაძლოა შენში ისევ არსებობს ის პატარა ვერსია შინივე თავისა, რომელსაც ახსოვს, როგორი იყო დაბადების დღეები მაშინ. სიჭუმე, გაუმართლებელი მოლოდინები, უღულებელყოფის შეგრძნება. და მაშინაც კი თუ შენი ცხოვრება შეიცვალა, ტვინი იმ შაბლონს მაინც იმახსოვრებს. და იმის ნაცვლად, რომ ისევ განიცადო იგივე, შენ უბრალოდ ამცირებ დღის მნიშვნელობას. ეკცევ იმას, ისე როგორც ნებისმიერ სხვას. არანაირი მოლოდინი, არანაირი მიდგაცრუება. ეს არ ნიშნავს. ზოგისთვის კი მიზეზი გაცილებით მარტივია. ცხოვრება უბრალოდ ძალიან სწრაფად მიდის. საქმე, პასუხისმგებლობები, ვადები, გადაწყვეტილებები, დღეები ერთმანეთს ერტყმის. კვირები შეუმჩნევლად გადის და ამ უწყვეტ დინებაში თარიღები კარგავს ემოციურ მნიშვნელობას. დაბადების დღე უბრალოდ კიდევ ერთი წერტილი ხდება დროში. არა იმიტომ, რომ ადამიანი სევდიანია, არამედ იმიტომ, რომ გონება სხვა რამეზეა კონცენტრირებული. როცა ტვინი ერთდროულად ბევრ რამეს ამუშავებს, ის ბუნებრივად ისჯებს პრიორიტეტებს და დაბადების დღე ხშირად ამ სიაში არ ხდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაბადების დღეს არ ერიდებიან ემოციის გამო, არამედ ენერგიის გამო. რადგან დაბადების დღე მხოლოდ ზეიმი არ არის, ეს სოციალური მოვლენაა და სოციალური მოვლენები მოითხოვს შესრულებას. უნდა უპასუხო, უნდა დამოხატო მადლიერება, უნდა იყო ფორმაში. ზოგისთვის ეს ბუნებრივია, სხვებისთვის კი დამღლელი. ყურადღების ცენტრში ყოფნა შეიძლება სტრესად იქცეს, არა იმიტომ, რომ ადამიანები არ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს ზედმეტ ენერგიას იტყვის. მათთვის ერთი კუცფელი საუბარი უფრო ძვირფასია, ვიდრე იძულებითი ზეიმი. და ბოლოს არის კიდევ ერთი ფენა. მენტალური გარდაქმნა. ადამიანების უმეტესობა ბედნიერებას კონკრეტულ მოვლენებს უკავშირებს. დღესასწაულებს, მიღწევებს, დაბადების დღეებს. მაგრამ ზოგი ადამიანი ამ მოდელს ტოვებს. ისინი აღარ ელოდებიან განსაკუთრებულ დღეს, რომ თავი კარგად იგრძნო. ისინი ქმნიან შინაგან სტაბილურობას, სადაც სიმშვიდე არ არის დამოკიდებული მოვლენებზე. ის უბრალოდ არსებობს. მშვიდად, სტაბილურად. და როცა ამას აღწევ, დაბადების დღე საჭირო აღარ ხდება. მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბევრი თავს არ უსვამს. ნამდვილად მშვიდად ხარ, თუ უბრალოდ იცავ საკუთარ თავს? გარედან ეს ორი მდგომარეობა ერთნაირად ჩანს. ორივე ამბობს, უბრალოდ ჩვეულებრივი დღეა. მაგრამ შიგნით სხვადასხვა მიზეზია. ერთი მოდის თავისუფლებიდან, მეორე დაცვიდან. და ამ განსხვავების გაგება მხოლოდ გულწრფელი თვითანალიზით არის შესაძლებელი. თუ შენთვის დაბადების დღე უბრალოდ ჩვეულებრივი დღეა, შენ არ ხარ გაფუჭებული, არ ხარ ცივი,
და არც უმადური. შენ უბრალოდ სხვანაირად აღიქვა მოლოდინებს, ყურადღებას და მნიშვნელობას. ზოგისთვის ეს სიმწიფეა, ზოგისთვის ადაპტაცია, ხშირად კი ორივეს შერწყმა. და ეს სრულიად ნორმალურია. რადგან ყველას არ ჭირდება ზეიმი, რომ თავის სრულყოფილად იხსნოს. ზოგი ადამიანი წელიწადში ერთხელ აღნიშნავს ხურებას. ზოგი კი სწავლობს, რომ საკმარისობა ყოველდღიურად იგრძნოს. და როცა ამ მდგომარეობამდე მიდიხარ, აღარ გჭირდება დაბადების დღე, რომ გახსოვდეს ვინ ხარ.